აი იოგაზე მაგალითად ხშირად რატომ რჩებიან, რომ როდესაც ხალიჩაზე ხარ და აბსოლუტურად მარტო ხარ, დაკვირვების გარდა შეიძლება რაღაც მომენტში არაფერი აღარ დაგრჩეს და აი შენ სხეულთან რჩები, რა ხდება? აი სადა ვარ? ვინ ვარ? და მართლა იმდენ ადამიანს აქვს კავშირი დაკარგული საერთოდ აი ამასთან. თითქოს თავიდან იცნობს, რას გრძნობს, რა უნდა, სად მიდის, რისთვის არის. ეგ შეგრძნებები ჩნდება აუცილებლად. მერე ეგ შეგრძნებები რო ჩნდება, შეიძლება ცოტა ხანს რაღაც ქაოსი გქონდეს ტვინში და შფოთვარე გონება რაც არის. ძალიან იყო ამაში, მაგრამ რაღაც ეტაპზე ესენი რეგულარული პრაქტიკით მშვიდება, დუმდება, იქ ქვემოთ ჩადის და რჩება სიმშვიდე. და მკრობელი ყოველთვის მშვიდია, იმ გვერდიდან უყურებს, ემოციების რაღაცა ქარცეცხლში არ არის, კი, ყველაფერი ხდება, ისე ხდება, როგორც ხდება და შენ ხარ გვერდიდან თითქოს. მან შემოდის ეგ კონცეფცია, რომ არ ხარ არც აზრები არ ხარ და არც რაღაც მიწებებული იდენტობები არ ხარ, რაც ხანდახან რთული არის, რომ ყველაფერი გაუშვა და არაფერი არ იყო. რეალურად იცი რა, თლად იოგაც შეიძლება არ იყოს მაგისთვის საჭირო, რომ ეგ დაიჭირო, რომ შენ ეს რაღაც მიწებებული იდენტობები არ ხარ, მაგრამ იოგა უბრალოდ ძალიან კარგი მეთოდია, რომ აი ჩაიხედო და აქ ხარ ხალიჩაზე და აი ასეთი ხასიათი გაქვს, ასეთი ქმედება გაქვს, ამას აკეთებ და